წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, 10 ნათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. საღამოშვიდობის ხუთშაბათია და ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს გელოდებათ გადაცემა ოდაბადეშ კინოხონი. გადაცემა, რომელიც ძალიან შეიყვარა ჩვენმა მსმენელმა და სულ მოუთმელად ელოდება კვირიდან კვირამდე. გადაცემა ორ ენაზე, მეგრულად და ქართულად. გადაცემას უძღვებით ორნი. მე სოფია ხუციშვილი და ისტორიკოს მკვლევარი ბატონი ლაშა ჯიქია. ძალიან საინტერესო თემები გვაქვს და ყველას მინდა მადლობა ვუთხრა თანადგომისთვის და იმისთვის, რომ შევქმნით ეს გადაცემა ერთად. თქვენც რა თქმა უნდა გულისხმობთ არა, იმიტომ რომ მსმენელზე ძალიან ბევრია დამოკიდებული თქვენი ასეთი დიდი ინტერესი რომ არა, ვერ ვიტყვი რომ შეიძლება გაჩერებულიყო, მაგრამ ასეთი ინტერესით და ჩვენც ასეთი მონდომებულები შეიძლება არ უყოფილიყავით. მადლობა ამისთვის. უამრავი ადამიანია ჩართული და ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი საინტერესო გადაცემის შექმნისთვის. აქვე მოკლედ გეტყვი, ვინც პირველად გვისმენთ, სად შეიძლება ნახოთ და მოისმინოთ ჩვენი გადაცემები. FM-ზე 105 და 9, 18-18-ზე ყოველ ხუთშაბათს, ასევე ონლაინ რადიო ათინათი წარდალეჯი, Facebook-ზე რადიო ათინათი და YouTube-ზე. საღამოშვიდობის ბატონო ლაშა, მუჭო ზოჯუნთ. საღამოშვიდობის, თქვენი ისეთი ვრცელი წარდგენა გააკეთეთ. მისალმება, მოკლედ მეც აღადარჩა სათქმელი და მომწურავად და ძალიან მართლა სწორხაზოვნად გაუსვით ხაზი ყველაფერს, რაც რეალობაში არსებობს და დიდი მადლობა ამისთვის ჩვენს აუდიტორიას, მართლაც მათი პოზიტიური გამოხმაურების უკვე ეფექტია, რაც ჩვენგან მიდიხდია ხუნებრივია მოტივაცია სწორედ მართლაც რომ მოდის რადიო მსმენელისგან. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ჩქი რადიო მარჩკლებ, თქვენი ჩქირობუა, ხოლო არჩა და კოოპედა დიფრესიკეთ კიგდანინთეშ გახარებულო. ჩქი ამ დაახოლე ვეცადებუთ, ქიგეჩიათ არტ თემაშენ. ბონჯო ჯგირობუა, შმეც მოგესალმებით, სიამონდებით მეგრულად და თემა მიღნა მუჭო წოხოლენა გინო ჩამასენთეშ ოინტერესე მანგარა. ნოდი რე ამ ნინჯის ჩქინ თემა, ამ დღარ თემა, ნოდი შუმშო ვეშლებეთ. ასე ხო, ალარინა მთავარია, ძალიან მნიშვნელოვანია გვერდში დგომა. ართიანის მოხარა, აუცილებელი ფორმატუ მხანდებას ვეშლებეთ მეტო. მე ხვალახე კოჩია, ჭკუმას ხო ეცოდარენია თქوانდეს და თაშრე. მარტო კაცი ჭამაშიც კი ცოდოა. მე ხვალახე ვარდეო კოჩი. კი ბატონო, ნადი არის ჩვენი დღევანდელი თემა. ორ ენაზე გვაქვს ეს გადაცემა, კიდევ ერთხელ გავამეორებ, მეგრულად და ქართულად და ტრადიციულად ჯერ მეგრულად და მერე ქართულად. გირჩხილეთ ბატონოში. თქვენის ნებართვით მეგრულად ვიტყვი ჯერ და ჩვენი საუბრის თემა არის დღეს ნადი, ანუ მარგალურო ნოდი. სამარგალოს ხანდაშ დინახლე ფართად გოფაჩილ ორგანიზაციულ ფორმატ თეჯდ წახინელ ნოდი. ნოდი მხადუნა ჟირნერ ფორმატ. ართი თენარე ფარაშ გაფაშუმშო ხანდას ართიანის ალარნა მოხარა. დო მაჟრანერო რე მუდგაზმარენ მაკათურეპიშ მანგიორშა მოხარა. ნოდიშ მონწყვალას მარგალებ უძახუნა ნოდალას. ნოდიშ ორგანიზაციულ ფორმაშ ხოდოშხვა ბორჯიშ ხოდოშხვანერირი. მუჭოთ იძირენ დუდიშ თენარე ართიანის ალარინა მოხარა. სოდეთ ვახვადუ ფარაშ გაფა. კერძოთ მუდგაზმარენ მეძობელი გაკიშეყარუთ არტ მეძობელის ინიციატივა დო ფარაშ გაფა შუმშოთ ქიმეხوارებუდეს თეფანიას. ოხანდეშ მინჯე დაპეჯებულ კათას ფსად ქუდოხვადუდ დო თენეც მენზელუას გუწიენთ. მოშვანდა ბორჯის გამკუღანთ ოშომალ ოჭკომალს. ათეშტერ მოხვარა ხვადუდ მანგიორ მოხარა შუმშოთ. მორალური აუცილებელი მანგიორ მოხარა ხვადუდ ხვალეთი მწყუმა. მუჟამით შხვასხოლო ოსაჭირუ თე ნოდალან. მუჭო თავრე შეიძირენ თუჩე ნოდიშ თარ ღანკირდუ ართიანის მოხარადო ალარინა. სამარგალოს ნოდი დო ნოდალა მანგარო გიმირნუაფუთ. მარა დეტალური ანალიз მოძრენა მუჭოთ ათე ინსტიტუტის ფუნქციები შხვადოშხვა ბორჯის ითირუთ. არ სიტუაციას თენაქორდუ ართიანის მოხარაშ აუცილებელი მინოვალება. შხვა სიტუაციას თეს დეთხიებუათ აუცილებელი მოხარაშ პირობადო ყალო შხვა ფორმას მიბღენთ. თეშ გარდა ნოდიშა ხოლო მიშეშ მანგიორშა მოხარა. თაშ ნამუდა შხადოშხვა ბორჯის ათე ინსტიტუტის მინშა უმოსო ხვადუ ტრანსფორმაცია მინშა ნაკლებო. ათენ ბორჯის კაბეთ შანულობა უღუთ მუჭოთ ოკათურიშ სოციალურ ეკონომიკურ რინაშ დონეს. თეშ მუნერ ოხანდებელ დუნთის ხოლო. ნამუთ იკეთება ფუაფუთ ართო აკორინელ ძალათ. მაგალითო ლაეტიშ ხაჩკუა მონკა საქვარუათ იკოროცხუ. თეს ტრადიციულო ჟირშა ხაჩქუნდეს. მართა ბერგიშ მიშახელას უძახუდეს ბარგუას, გობარგუას. ენა ხვადუდ პირელ თუთაშ დალიას ვარდა მესიშ დაჭყაფუს. მაჟრა ბერგ მიშუღუდეს ივანობა თუთას. თეს ჯოხოთ მაჟირუა, გომაჟირუა. მინშა მასმაშა ხოლო ხაჩქუნდეს ვანას. თეს ჯოხოთ მასუმუა. არძა ჟუმოს მონკა ოხანდებელდ ბარგუა. ათეშენ უმოსო ირნუანდეს ათენ ბორჯის ნოდის დო ინწყუაფუთ ნოდალა. ხაჩკუა ბორჯის ნოდირდ ხანდას ართიანის მოხარადო ჯგირ მენზელუაშ მონწყუალა. თე ხანდარდ ფარაშ გაფაშ უმშოიან მოხარა. დო ხოლო მუდგაზმარენ მაკათურიშ ართიან
ფანიაშა მანგიორშა მოხვარა. მართა სიტუაციას ვანაში მინჯე ქუდუძახუთ ნოდის მახარებშა და ჯგირ ტაბაკის გოუნწყუნ თინებს. ათეშნერ ნოდალას უმოსო შელებუან ფანიებ ონწყონდეს. ნამუსუთ ლაით ხვალე მუშოვარუნ გუმაჩამარო ხოლე ოკოთ. ათეშნერ ფანიებ ნოდალაშ მონწყოლად შებულენდეს ეფიან მოხანდეებს. ოფუტეს მახორუეფიშკას მუჭოთ ქუმოხვათ სოციალურ დიფერენციაცია ქუნ ათემბორჯიშე ნოდის ინსტიტუციის ხასიათი ხოლო დითირო. ართიანის მოხორაშ მანგიერო შელებუან ფანიაშა მეურს უღონო ყაზაყეფ. ნამუთ ოჭკომალი ჩამაშგურშენ ოხვარნათის. ათეცალ ნოდალას ბრელ მოხანდე მაკათურ უნდ. მარა ხაჩქუა კაბეთ ხანდას ითქინდუდო ათეშენ ღარიბ ყაზაყეფ ხოლო ონწყონდეს ნოდალას. მარა ათემბორჯის ხვადუდ მანგიორშა მოხვარა. მუდგაზმარენ უმოსო ხუთი ამშ ყაზაყი გაკიმაალებდეს დო გეცკეცკეთ დო ხაჩქუნდეს ართიანის ვანებს. ათეშნერ ნოდიშა მიშეშ ართნერ შელება უღუდესენ ფერ ყაზაყეფ. ათეშენ თენებს ბრელ მაკათურ ვაუნდეს. ოჭკომას თიფანიაკან წყონდ ნამუშ ონას ხაჩქუნდეს. მანგიორშა მოხვარა გერცხირდ ართიანის მოხვარაშა და ართმან გალარინაშა. თეს მართალრე ვაუღუდ მუთუნერ კალონიზალა მარა თენა აუცლებერ მოხვარაშ წესო იცირე მაეჩა უკუნის დაჭყაფუს ხოლო. ნოდალას მანგიორშა მოხვარა ხვალე ხაჩქუა ბორჯის ხვადუდ. მუჭო წესინ ხაჩქუაშ ნოდალას ოსურ ადამიანებ ვაკათუდეს. მუშენდა მონკა საქვარირდ. ოსურებს ოჭკომარ მეუღუდეს ნოდიშა. თენარდ ოჭმარეს საკაკალო ონდღეში ონდღური და ონჯუაშ სადილ. ნოდის უცახუდეს ხოლო მონაწიშ ეჭოფუას. ლაიტის ხუნუას. ომუჩხიშუაშ ბორჯის. ათემ ბორჯის ნოდიშა მიშესეს მუჭოთ კოჩეფინთეშ ოსურ ადამიანებ ხოლო. მარა უმოსო ონაშ ეჭოფუას ლაიტის ტახუას. ლაიტის ხუნუას ნოდიშა ქოთ ქომოკათადო ქოთ ოსურკათა მიშეშეს. მარა ხუმუჩხიშუა ბორჯის ხვალე ოსურებ ონწყონდეს ნოდალას. თეშ ჯოხოთ ოსურეფიშ ნოდი. ორაგადრე ნამუდა ხანდაშ ორგანიზებაშ პრიმიტიულ ფორმაკ სოდეთ ნოდის ხოლო ართიანის მოხარაშ პრინციპი და ქონებიერებას ხოლო დიო კაბეთ გოულა ვაუ ხანდაშ ორგანიზაციაში ხასიათჩა. უმოსო დუ დიჩუ თიცალ ხანდებს სოდეთ ოსურ ადამიანებიშ და ახალეფიშ ხანდა გემირნუაფუთ. მუჭოთ ჟიფშნეთუნთეშ ლაიტის მონაწიშ ეჭოფუაშ ბორჯის ოსურეფით და კოჩეფით ართო ხანდენდეს. მარა ხანდა თენებშკას განაწილებული რდუ მაგალითო ტარცელა ტახუნდეს მუჭოთ ოსურეფინ თეშ კოჩებ ხოლო. თენებს უძახუდეს სიმინდის მატახალებს. ლაიტის ალატახილ ტარებს ართ ადგის გიგიო შაყარანდეს. მარა ჭაჭკირუა კოჩების საქორუათი კოროცხუთ. კოჩებ ართიანს რანსკასე კოუნდეს და თაჭკირინდეს. თენებს უძახუდეს მაჭკირალებს. თარო ხანდებელი თაკ მაგანათ ორთუდეს მაგანაჭკირინდეს. გიშართილდი ჭაშ მაკირალ ხოლო. მაკირაც ოვალუ ჭაშ აკოპუჭატუა და კილოვო აკოკირუა. ხოლო გიშართილდი მარზვენალ. მიდგა ათე ჭას ართ ადგის გზვენუნდუნ. ლაიტის ეჭოფუა კანკალეშა გვალო გვიანშა იგძელებუდ. თუთა ქიფარჩხალუდ და სრით ხოლო მიშ ხანდა. ვარდუო ჭალა დირქორდუ და თიმწკმა დიო ტას გლატახუნდეს და უკულ ხუთი ამჟდღაშ უკულ ჭა გოსკირუდუნ მოჭკირინდეს. ვარდა ხოლო შილებეთ მოჭკირესკონ და თა კილუეფო აკოკირილო ქაშუტებდესკონ. სოშახ ვაშასკირუდ და ვადეკეკებუდუნ თეიშახ. ათეშ უკულ გეიებუნუანდეს ანწოლას. ლაიტის ხუნუა ბორჯის ხოლო ნოდის დაუძახუდეს. თენა უმოსო სრით აკინწყუაფუთ. უმოსო თაკ ახალცირებ და ბოშე ართო დიშაყარუდეს. თეს მიახილანდეს და ფანიას შქასერშა ოხვარუდეს. ვიანო მენზელი გაგმანწყონ ტაბაკის ათემბორჯის მის ძიცალა აფი. მენზელი ათეჯგურა ბორჯის უმოსო კაცარს ვარდა თუს დობილუნ. თენარდუ ხანდა შაკოკათინ პრიმიტიულ ფორმა. სოდეთ ხანდა ვარდ ნორმირებული. ათეშნერ ნოდი იკოჩი შეულებუ ტუნდუკონ. ქოთ შელებუანს და ქოთ ნაკლებო შელებუანს. მარა შელებუანს უმოს ბრელ მაკათურ უნ ნოდის. ვინემც უღონოსն. მუჭოთ ჟიფშნეთն თეში. ვანაშ მუშებას ხანდა გორთილდუს ქეშიშ მეჯინაშ გეშა. ხონუა თასუა კოჩი საქორვათი კოროცხუ. გუმუშ ფატიშ წილუა ოსურეფის საქვარირდ. ლაიტის ეჭოფუა ბორჯის ოსურებ და კოჩებ ართო ალატახუნდეს ტარებს. ჭას კოჩებ ჭკირინდეს. ლაიტის ხუნუა ხოლო კოჩებიშ და ოსურეფის ართოიან საქვარუარდუ. ჭიჭეფანიებს ხანდა ესქესობრივ გორთუალა ჭირდ მუშენდა ვაბაღოდ მოხანდებ. მარა კოლექტიურ ხანდაშ ხვადასხვა ფორმებს ხანდა ესქესობრივ გორთუალა ირონ ძალასკიდუდ. მაგალითო ხაჩქუა ბორჯის ნოდ ინწყუაფუთ ხვალე კოჩეფიშ გაზდო. გუმუჩხუშუაშ ბორჯის ინწყუაფუთ ოსურეფიშ ნოდ. ლაიტის ეჭოფუა ბორჯის ჟრხოდო პარტია. ქოთ ოსურებ და ქოთ კოჩებ ართო აკოკერინელო ხანდენდეს. ათეცალი ამბერ მიგდეს შიქითაკ. ქორეთაშმა ხოლო მემღებ მონაწილეობა და მიძირთენა ჩქიმ თოლის და ასე ხოლო თიჯგუ აზრის ვორეკ თუს მითინ დომპილუნს და მამთხა ხოლი მივეხوارებ. კაცარდო თუავა თქიტობა. ხო, კაცარდო ვარდა თუს. კაცარდო ვარდა თუს დო ინვესტერა თაშիր მეღებული შენდა ნოდის მანქარ პატიეკოციკო ეშვეშილებეთ არდება ვეშილებეთ ნოდის თენა თვითონ თიფანია შორდ უკვე გლახათის წყუნსკეს სახე გიადვალუ გიადვალუ და წანაშ ხოლო ვემშო მაჟაწანა მიქიბემ გიხوارებუ წყუნსკეს ნახოლოთის ოცადუ თეკ გეგნოჩუკო ჯგირღვინი ჯგიროჭკომალ ჯგიროშუმალ და უგათას მეახიოლანდეს ტიშხებ ხოლო მუშა თაკ ციცალე აფმიშ ართიანი შხვიებან ჯარება ხოლო უჩკდეს სხვა და ვიდგაინს ართის ქაიკები რმალდო თის ანჯარენდეს უკვე მიშ ლერსეფიშო
სახალხო დღესასწაულში გუა ჭიჭე ლერსებ ჭარუნდეს და მუდგარენ და თეკ მიშდეს პრეზენტაცია საერთოდ და ვინ მოიადებს და მუდგარ იშიანდეს სკოლი და ესე იქ თი დონეშაო ხიოლდეს თენა თი სიმონკა თი მუშებაშ ხანდებაშ თის ვანარღენდეს არან ეთინავან არჩერქეს ხელი გეშვენდეს გეგშულვანდი შუშულინა მუშამ და ეთიქ ნოდალა მანწყუავა და ეთინა და მიახრიანდეს თეკ მეულიას და ასე ნოც გოგონა ბითინს და ჩქი არცაჩა მაჩოდენა და ხო ასე ხოლო შილები ასე გინიბლენ და დასიშენ ასე გადაცემას გუათენ და ჩოდნა ჩქი მარა ედე ჩგირ გონწყილ სამარგალიოს ოსკონსიმპერ თუშ ხორ ჯგირგი ღვი სხვა სხვა ვეციათ იქ სხვა ნოდებს კეპტუანტი შედო ჩიება მიერა ჩიჩიჩე ხო ჩიებაში მარზე და ფარასია ჩიება ჩქი საქმე მოკლედ ესეთი ამბებია ჩვენთან ნოდი საოცარი ამბებია მართლა ყველაფერს აი მძიმე შრომა აი დილიდან რომ მუშაობდა დაიღლები და საღამოს აქვს განსაკუთრებული პეწი ამ ყველაფერს როცა სუფრა გაიშლება ათეჯგვარი სამარგალო ათეჯგვარი ნოდი ნოდალა და ბატოლაშა ქართული ვერსია აუცილებელია მე ვფიქრობ რომ ბევრმა გაიგო ეს ყველაფერი მაგრამ არიან გამონაკლისებიც მარტივი ოპობა მაგრამ თუშ ხორცი მე მგონი მარტივია ხო ქართულადაც ხდებია ვინც სამეგრელოში ერთხელ მაინც აქეს ჩვენი კასინჯული მოკლედ ნადია დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა და რომელსაც მეგრულად ეწოდება ნოდი და ამიტომაც ჩვენ ნოდის გამოვიყენებთ ამ ქართულ ტექსტში და ბუნებრივია გასაგები იქნება ჩვენი რადიო მსმენელისთვის მოკლედ სამეგრელოში შრომის ორგანიზაციის ფართოდ გავრცელებულ ფორმატს წარმოადგენდა ეგრეთ წოდებული ნოდი ანუ ნადი ნოდი გულისხმობდა როგორც შრომით ურთიერთდახმარებას ანაზღაურების გარეშე ასევე რამდენიმე წევრის მიერ სანაცვლოდ ერთად მუშაობას პირველ შემთხვევაში რამდენიმე მეზობელი ანაზღაურების გარეშე ეხმარებოდა ერთს ამ უკანასკნელის მიწვევით სამუშაოს პატრონი მოწვეულ პირ ჩვეულებრივ უმასპინძდებოდა ასეთი სახის შრომითი დახმარება ხდებოდა სამაგიეროს გადახდის გარეშე მორალური აუცილებლობა მხოლოდ სამაგიერო დახმარება იმ შემთხვევაში თუ სხვასაც ექნებოდა ამის საჭიროება ადრეულ საფეხურზე აღნიშნული შრომის ორგანიზაციის მთავარი ნიშანი იყო ურთიერთდახმარების ფაქტორი სამეგრელოს მიმდევრობაში შრომითი დახმარება ნოდი საკმაოდ იყო გავრცელებული მაგრამ დეტალური ანალიზი გვიჩვენებს რომ ამ ინსტიტუტის ფუნქციები ყოველთვის ერთნაირი არ ყოფილა ერთ შემთხვევაში ეს იყო ურთიერთდახმარება სხვა შემთხვევაში კი მას ჩამოშორდა ურთიერთდახმარების აუცილებელი პირობა გარდა ამისა გარკვეულ შემთხვევებში ნოდი გულისხმობდა სანაცვლო მუშაობასაც მაშასადამე შრომის ორგანიზაციის აღნიშნულმა სახემ ზოგ შემთხვევაში მეტად განიცადა ტრანსფორმაცია ზოგ შემთხვევაში უფრო ნაკლებად ამ შემთხვევაში გარკვეულ როლს ასრულებდა როგორც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონე ისე სამუშაო სახეობა რომელიც სრულდებოდა გაერთიანებული ძალით სიმინდის თოხნა მეტად შრომატევად სამუშაოდ ითვლებოდა სიმინდს ორჯერ თოხნიდნენ პირველ გათოხნას უწოდებდნენ ბარგუა გობარგუას ეს ხდებოდა აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში მეორედ ივნისში თოხნიდნენ მაჟირუა გომაჟირუა ეწოდებოდა ზოგჯერ მესამედადაც თუმცა იშვიათად ხდებოდა მესამე გათოხნა მას მასმუას უწოდებდნენ განსაკუთრებით მძიმე იყო პირველი თოხნა ამიტომ ამ დროს განსაკუთრებით ხშირად მიმართავდნენ შრომის გაერთიანების ფორმას ნოც თოხნის დროს ნოდი გულისხმობდა შრომითი დახმარებას ანაზღაურების გარეშე ასევე რამდენიმე წევრის მიერ სანაცვლოდ ერთად მუშაობას პირველ შემთხვევაში ანის პატრონი იწევდა ხალხს თოხნაში დასახმარებლად და გულუხვად უმასპინძდებოდა ასეთი სახის ნოც ჩვეულებრივ შესძლებული ან საშუალო გლეხი მართავდა რომელსაც სიმინდი მოყავდა არა მარტო საკუთარი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად არამედ ბაზარში გასაყიდადაც ასეთი ოჯახები ნოდის საშუალებით გამასპინძლების ფასად შეუვლებდნენ იაფ მუშახელს სოფლად ქონებრივი დიფერენციაციის გაჩენის შემდეგ შრომითი დახმარების ფორმამ დაკარგა ურთიერთდახმარების პრინციპი ღარიბი გლეხობა მიდის შედარებით შესძლებულთან რომელიც ერთი გამასპინძლების ფასად შეუძლოს მუქთ მუშახელს ასეთი ნოდისათვის დამახასიათებელი იყო ხალხმრავლობა რადგან თოხნა განსაკუთრებით შრომატევადი სამუშაო იყო ნოდს ღარიბი გლეხობაც აწყობდა მაგრამ ამ შემთხვევაში ნოდი წარმოადგენდა სანაცვლო შრომას რამდენიმე 5-6 უფრო მეტად გლეხი შეერდებოდა და რიგრიგობით თოხნი და ერთმანეთის მიწებს თანაბრად ასეთ ნოდში ერთიანდებოდა ერთი მდგომარეობის გლეხები და მისთვის დამახასიათებელი იყო მცირე რიცხოვნობა საჭმელი იმ ოჯახიდან მიქონდათ ვის მიწასაც თოხნიდან იმ დღეს სანაცვლო მუშაობაზე აგებული შრომითი გაერთიანება დამყარებული იყო ურთიერთშეთანხმებაზე და თანასწორ უფლებიანობაზე და არ ატარებდა რაიმე დაკანონებულ ვალდებულებათა ხასიათს იგი ბუნებრივი და აუცილებელი ჩანს მე-20 საუკუნის დასაწყისის წვრილი გლეხური მეურნეობისთვისათვის ნადის სახელწოდების ქვეშ სანაცვლო მუშაობა მხოლოდ თოხნის დროს არის ცნობილი თოხნის დროს ქალი როგორც წესი არ მონაწილეობდა ვინაიდან ეს მძიმე საქმედ მიიჩნეოდა ქალს მიჰქონდა საჭმელი თოხნის დროს გარდა საუზმე საკაკალოსი და სადილისა ონდღურის ანუ შუადღის საჭმელიც მიჰქონდათ რადგან სამუშაო დღე უფრო დიდი იყო ნოც მიმართავდნენ აგრეთვე მოსავლის აღების სიმინდი რჩევის ომის ცეხვის დროს სიმინდის აღებასა და რჩევაში ნოჩი ზრდად ქალები და კაცები მონაწილეობდნენ ხოლო ომის ცეხვის დროს ქალების ნოტი ეწყობოდა უნდა შევნიშნოთ რომ შრომის ორგანიზაციის
ნორმატივმა ფორმამ, სადაც აუნაზღაურებელ ნოტს ჯერ არ მოშორებია ურთიერთდახმარების პრინციპი და სადაც ქონებრივი მდგომარეობა ჯერ ისეთი გავლენა არ მოუხდენია შრომის ორგანიზაციის ხასიათზე, უფრო მეტად შემოინახა თავი სწორედ იმ სამუშაოებში, სადაც ქალებისა და ახალგაზრდების შრომა იყო გამოყენებული. Როგორც აღვნიშნეთ, სიმინდის მოსავლის აღების დროს ნაჩი ქალებისა და კაცებიც მონაწილეობდნენ. შრომა მათ შორის განაწილებული იყო. ტაროს ტეხვაში ქალები და კაცები თანაბრად მონაწილეობდნენ, ვინც სიმინდს ტეხდა, იმათ ერქვათ მატახალი. მოტეხილ ტაროს აგროვებდნენ ერთ ადგილას. კალოზე გროვდებოდა, ჩალის მოჭრა კაცების საქმედ ითვლებოდა. კაცები ერთ მწკრივად მიყვებოდნენ და ჭრიდნენ. იმათ ერქვათ მაჭკირალი, ანუ სამუშაო იარაღი ამ პერიოდში იყო ნამგალი, გამოყოფილი იყო მკონავი, მაკირალს ეძახდნენ მას მეგრულად, მკონავს ევალებოდა ჩალის შეკვრა, კონებათ, ანუ კირუა, იყო გამოყოფილი აგრეთვე მაзвინალი, ვინ ჩალას ზვინავდა. სიმინდის აღება გვიანობამდე გრძელდებოდა. თუ მთვარიანი ღამე იყო, ღამეც აგრძელებდნენ მუშაობას. თუ ჩალა ნედლი იყო, მაშინ ჯერ ტაროს მოტეხდნენ, მერე 5-6 დღის შემდეგ, როცა ჩალა გამოშრებოდა, მოჭრდნენ, ან შეიძლება მოეჭრათ და კონებად დაეტოვებინათ გამოსაშრობად და მერე დაეზვინათ. სიმინდი რჩევის, ეგრეთ წოდებული ლაიტის ხუნვა დროსაც ნოც მოიწვევდნენ ხოლმე. სიმინდი რჩევა ჩვეულებრივ ღამე ხდებოდა. უმთავრესად აქ ახალგაზრდა ვაჟები და ქალები მოეყრდნენ თავს და ანაზღაურების გარეშე ეხმარებოდნენ ოჯახს. მუშაობა შუა ღამემდე გრძელდებოდა. გვიან მასპინძელი აწყობდა ვახშამს. ამ დროს განსაკუთრებული მხიარულება იყო. მასპინძელი ვახშმა თიკანს ან გოჯს დაკლავდა. ეს იყო მარტივი ფორმა შრომის გაერთიანებისა, რომელიც დგებოდა ყოველგვარი წინასწარი მოლაპარაკების გარეშე და სადაც შრომა არ იყო ნორმირებული. ასეთი ნოტი ყველას შეეძლო მოეწყო შესძლებულსაც და ღარიბსაც, მაგრამ განსხვავება იყო იმაში, რომ შესძლებულთან ნოდი გაცილებით მრავალრიცხოვანი იყო ვიდრე ღარიბ გლეხთან. როგორც აღვნიშნეთ, მემინდვრეობასთან დაკავშირებულ სამუშაოებში შრომა განაწილებული იყო სქესის მიხედვით. ხნათესვა კაცის საქმედ ითვლებოდა, ღომის ფეტვის კრეფა ქალის საქმე იყო. სიმინდის აღებისას სიმინდს ქალები და კაცები ერთად ტეხდნენ. ჩალას კაცები ჭრიდნენ. სიმინდის რჩევა ქალებისა და კაცების ერთობლივი საქმე იყო. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილების დაცვა ზოგჯერ ვერ ხერხდებოდა მუშახელის სიმცირის პირობებში, მაგრამ კოლექტიური შრომის სხვადასხვა ფორმებში შრომის სქესობრივი დანაწილება ყოველთვის ძალაში რჩებოდა. მაგალითად, თოხნის დროს ნადი გულისხმობდა მხოლოდ კაცების ჯგუფს, ასევე ღომის ცეხვის დროს აწყობოდა ქალების ნადი. სიმინდის მოსავლის აღების დროს კი შერეული იყო და ასე შემდეგ. მოკლედ, თავისი ხალისი ქონდა ამ ყველაფერსაც. თლა ძალიან ის არის სახალისო თვითონ ეს პროცესის მიუხედავად ძიმე შრომის როგორც აღვნიშნეთ, მაგრამ ძალიან ხალისიანი იყო და ხო, ეხა 100 ადამიანი თან იხუმრებდა იქ, მერე ცივწყალს შეიტანდნენ ქალები ყანაში, თან იქ მერე რაღაცა ხილი, ჩამოჯდებოდნენ ჩეროში ცოტა ხანი, ყველა ყანის თავში ან ბოლოში სადღაც იყო აუცილებლად ხე. და მერე შრომის სიმღერაც იყო, შემოძახებდნენ ხოლმე თუ განწყობა ქონდათ და თავი ამის ცხადიან. საღამოს მაინც იმღერებდნენ. აქვს ამ ყველაფერს თავისი პეწი და მიღარია რომ ეს ყველაფერი ჩვენ მიგვაქვს მსმენელამდე. რაღაცნაირად აი ვახერხებთ იმას რომ ვაცოცხლებთ ცოტა ხნით მაინც. მე მაგალითად დავრუნდი ახლა ბავშვობაში რაღაცა ეს ყანაც არ მოვიდგინე ის მდინარეც ის ბევრჯერ შემიტანია ყანაში ცივი წყალი. რაღაც შინაგანად გიხაროდა მე ასე წავიდგინე. მიხაროდა როცა მივდიოდი როცა უფროსები იქ მუშაობდნენ რაღაცა მათი მოსმენა მიხაროდა. იქ ბევრი საინტერესო ამბებიც ხდებოდა და შესაძლოა ილექებოდა ჩემში, იმიტომ რომ იმათი მოყოლილი ამბები, ძველი ამბები რაღაცები, ამან შემაყვარა სწორედ ეს მიმართულება და ეს ერთგვარად გავლენის მომხდენიც კი აღმოჩნდა ჩემს ხოვრებაში და ბუნებრივია ეს დღეს სამწუხაროდ არ არის ეს და იშვიათად ეწყობა უკვე ნოდი და ნოდალა და ის ტრადიციული ფორმებით არ ხდება, მაგრამ მაინც მიშველება მაინც არის ეს, იმიტომ რომ ხო და ბატონაშო მეც ახლა თქვენი არ იყოს, მეც გამომყვა ეს ყველაფერი დაილეკა ჩემში და როგორც საქმის გამკეთებელი არ ვიყავი და იქ მარტო მოლაპარაკე ვიყავი, აქაც მოლაპარაკეთ და ხჭი ასე რომ არ არის ახლა აქ პარალელი გასავლები. ხო და ისე საჭირო იყო, იმიტომ რომ ერთი მასხარა ყველგან უნდა ყოფილიყო არა. ეს ავსებს ყველაფერი ეს იმიტომ. იატადა. აბა ახლა ნოდალას რითი ვაგრძელებს და რავშვებით. ხო, ახლა ჩვენ გავაგრძელებთ ზოგადად სამეგრელოში კაც ტრადიციად იყო და თავისი ნორმები ქონდა ბავშვების ახსნას და ბავშვებს აი ძალიან ისეთ თამაშობებს თავაზდნენ, ცოტაც ის იყო დისციპლინირებული თამაშები, სახალისოც და საკმაოდ საინტერესოც და მოკლედ ერთი რამოდენიმე გადაცემა გვექნება, გადაცემათა ციკლი, სადაც იქნება საუბრები ამ ცეკვა თამაშობებზე, ამ აღზრდის წესებზე, ანუ როგორ ხდებოდა ეს და როგორი და მათ საინტერესო სახელებიც აქვთ. ასე რომ მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება. ძალიან საინტერესო იქნება და მარტო საინტერესო კი არა, საჭირო და აუცილებელია. საჭიროც არის, კი ბატონო, იმიტომ რომ ეს სახალხო თამაშობების აღდგენაც შეიძლება, იმიტომ რომ სამწუხაროდ უმეტესობა დაიკარგა. მაგრამ ეს როგორც ჩვენი ყოფა, როგორც ჩვენი კულტურის ნაწილი, პირიქით ეს უფრო აჯანსაღებს ბავშვების როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ შესაძლებლობებს, იმიტომ რომ გონებრივი ისიც იყო შეჯიბრი, ფიზიკური შეჯიბრი იყო და სწორედ აი სიმარტეზე, აი ამ სისხარტეზეა და ამაზე იყო დაფასებული. მაშინდელი ბავშვები იყვნენ ბავშვები და იყო ბავშვობა. კი ვლაპარაკობ ეხა ერთი 100 წლის ადამიანივით, მაგრამ რა ვიცი, აბა ეხა გაჯეტი და აი არ ვიცი. ეს ძალიან კარგი, ეს აუცილებელია ეხა ამ გადაცემათა ციკლი და დროულია ბატონო. საფხულში როგორ უნდა გაერთონ ბავშვები, აი ამას ბატონო
ბატონელაშა და აკორექტირებს და მოგვიყვება მომავალ ხუთშაბათს პირდაპირ ეთერში და ისე არა რომ აი ოთახში იჯდნენ და გარეთ არ გამოდიოდნენ ამ სიცხეში როგორ ეზოშრიამული არ უნდა იყოს ქუჩაში ხმაური არ უნდა იყოს ბავშვების დინარეზე ეწყობოდა იქ თამაშებები მენჩურუა ერქვა ერთი მათ ძალიან ისა მერეხელები და ფეხებში ბორკილები ანუ ეს კოლხური ცურვის ის ხდებოდა ესე ძალიან საინტერესო იყო იმიტომ რომ ამას თავის ისტორიული სარჩული აქვს და ძალიან ბევრი რაღაცეები ხო არ დავასპოილეროთ არა ჩვენ მივანიშნოთ იმაზე რომ ძალიან საინტერესო თემები გველოდება აუცილებლად ასე რომ ძალიან მაგარი გადაცემები გელოდებათ როგორც სხვა დანარჩენი იყავით ყურადღებით და გვადევნოთ თვალყური მადლობა იმისთვის რასაც აკეთებთ ამ დრომდე ასეთი იყო ჩვენ დღევანდელი გადაცემა დაველოდოთ მომავალ ხუთშაბათს მადლობა მოსმენისთვის და მადლობა ყველას ვისაც როლი მიუძღვის ამ გადაცემაში განსაკუთრებული მადლობა ბატონელაშას იმიტომ რომ ბატონელაშა და ეს მისი ესეთი თემები რომ არა ასეთ საინტერესო მართლა არ იქნებოდა ეს გადაცემა დაგემშვიდობებით მომავალ ხუთშაბათამდე ჯგირო ზოჯუნდათ ყველა გადაცემა ნახეთ ვებზე რადიო ათინათი.lg Facebook-ზე რადიო ათინათი და YouTube-ზე ბატონელაშა მარდის მოგოშინათ ხოლო ვართო ჯგირო ზოჯუნდათ გახარებედათ მარდის მოგოშინათ ხოლო მეც მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ ვინც ამ პროექტს გვერდში უდგას ბატონი იური ვეკუას თამადობით ბატონი გია ხასია და სხვები და მით უმეტეს თქვენ გაბატონო სოფიო რომ აი ესე გვერდს მიმშვენებდა აი ესე რომ ფაქტიურად თქვენ მაძლევთ იმის სტიმულს რომ რა მიმართულებით წავიდე და როგორ გავშალო ეს თემები ამისთვის უხმეს მადლობას მოგახსენებთ და მე მინდა მადლიერება გავხატო ისევ თავიდან როგორ შესაძლოა ავდიშდე ჩვენი რადიო მსმენელების მიმართ და მართლაც ეს ფაქტიურად ძალიან დიდი ძალის და ენერგიის და мотиваციის მომცემია და წემოძინელი ქოფედა ჩვენ რადიო მარჩკლე იფრეჯ გრუპ უაზგიზალან გახარებედა და ვამდინუაბდან ჩვენ ჯვეშის ტრადიციე მუთრე ეთი აუცლებერინთინებ გლობთხილუათო და ბრეიმუდგან შეებე ხოლე ვარდას მისაღებ მარა ათე ჩვენ ჯვეშის გოჭყოლდაფა ჩვენ კინოხონის გოჭყოლდაფა ვარე ჯგირდო თიშერე ჩვენ ოდაბადეშ კინოხონი თენარე ჩვენ ჯოხონა ჩვენ რადიო კინო ჩამაჟდო თეშ გურშენ ჩკი ართიანოკო გუამანგარათ მარტი გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში